ახლა კი თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიებები დედაქალაქში დილიდან იმართება. ერთ-ერთი ყველაზე ფერადი ადგილი დღეს შარდენის ქუჩაა. აქ ყვავილებისა და ხილის ფესტივალი იმართება. თბილისობას აშუქებს თამარი ლურიძე, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. თამარა, არის თუ არა სადღესასწაულო განწყობა? ნამდვილად სადღესასწაულო განწყობაა და ეს ჩარჩო მაგალითად იმისთვის დაკიდეს აქ, რომ ვისაც ეს განწყობა აქვს და გადაწყვიტა თბილისობის აღნიშვნა შარდენზე, გადაიღოს სამახსოვრო ფოტო. ზოგადად აქ ძალიან ბევრი ყვავილი და ხილია დილიდან, მიმდინარეობს გამოფენა გაყიდოს, სხვადასხვა მეურნეობებმა საკუთარი ყვავილები გამოფინეს, ასევე მოწყობილია დეკორატიული ადგილები, სადაც იგრძნობა შემოდგომის განწყობა. ჩემს ზურგს უკან არის სცენა, სადაც დილიდან ერთმანეთს ცვლიან სხვადასხვა ბენდები, რამდენიმე წუთში სწორედ ამ სცენას დაიკავებს მომდევნო ჯგუფი და განწყობა კიდევ უფრო ამაღლდება. მიუხედავად იმისა, რომ მზე არ არის, მაინც კარგი განწყობაა, თბილისელები და ასევე სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულები ათვალიერებენ მიმდებარე ტერიტორიას, ასევე აქ მრავლად შეინიშნებიან სტუმრები უცხოეთიდან. დღეს თბილისელებს ულამაზებს ეხლა ვთავაზობთ ყვავილების ჩარჩო, სადაც შეიძლება აქ მოსულ სტუმრებს გადაიღოს ფოტოები და დაამახსოვრდებათ უფრო მეტად დღევანდელი დღე. ყველას გილოთა თბილისობას. სიხარულით აღვნიშნოთ, გამოვდივართ ვათვალიერებთ, ვეცნობთ ახალ სიახლეებს, სასიამოვნოა ბავშვებისთვისაც. დაინტერესებულები არიან, ვაცნობთ ქართულ კულტურას, ტრადიციას. საერთოდ კარგია, მე მგონი, თბილისში, ქალაქში რაღაცა ერთი ლამაზი ჩვენიერი დღე ყველა გახარებულია. ოჯახით გამოვდივართ ბავშვებით ასე ფესტივალებზე და ერთობით მაქსიმალურად ძალიან კმაყოფილები ვარ, ძალიან მოგწონს და იმედია მომავალშიც ასე გაგრძელდება. შარდენზე ძირითადად თანამედროვე მუსიკა ჟღერს დილიდან, მათ ვისაც სურს რომ მოისმინოს ფოლკლორი. ფოლკლორული ანსამბლები ერთმანეთს ცვლიან აბადნო თუბანში, სადაც ასევე საზეიმო განწყობაა და პარალელურად მიმდინარეობს ქართული ხალხური რეწვისა და თიხის ნამუშევრების გამოფენები. ჩვენ შევნიშნეთ აბადნო თუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რომელიც დღეს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. გერმანიიდან მომღერლებთან ერთად ჩამოვედი და ემთხვა ისე, რომ თბილისობის დღესასწაულში ვიღებთ მონაწილეობას. აქტუალებული ვარ ქართული ფოლკლორით და იმ ხანაგეთნივებით, რომელიც თბილისის ქუჩებში დავათვალიერებ. ძალიან მომწონს ზოგადად თბილისობა, როგორც თბილისის საყვარელი ქალაქია, მეტყვი ყველა სიხარულია. და აუცილებლად დავესწრები ყოველდღე. ეს ადგილი განსაკუთრებით მოწონს დამთვალიერებელს და მეც აქ არის ნამდვილად შემოდგომის განწყობა. ამ დეკორაციაზე იზრუნა გარდენია შევარდნაძემ და განსაკუთრებით სიმრავლეა სწორედ ამ დეკორაციებთან და დამთვალიერებელი იღებს ფოტოებს. დღის ბოლომდე გაგრძელდება ეს ფესტივალი და გამოფენა გაყიდვა შარდენის ქუჩაზე. მთელი ქუჩა დაკავებულია, ასე ვთქვათ, ყვავილებით და ხილით. გარდა ამისა, აქ მოდიან სხვადასხვა მუსიკოსები და ღერიან ცოცხლად სიმღერებს, ასრულებენ ცოცხლად სიმღერებს, რაც კიდევ უფრო საზეიმო და სადღესასწაულო განწყობას ქმნის. მაშინ ასე დღეს საღამომდე შარდენზე ვისაც სურს რომ დაათვალიეროს გამოფენა გაყიდვა და თანაც გაატაროს სასიამოვნო შაბათი გარეთ, შეუძლია რომ მოვიდეს და ეს დღე გაატაროს ჩვენთან ერთად. მადლობა თამარ, ეს იყო თამარი ლურიძე, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე ფერადი ადგილიდან შარდენის ქუჩიდან ჩაგვერთვა პირდაპირ ეთერში. საზეიმო